გამარჯობა მეგობრებო, დღეს მაქვს უმნიშვნელოვანესი ვიდეო, მე გადავწყვიტე რომ ჩამეტარებინა YouTube გამოძიება, რომელიც დავაფუძნე ერთ-ერთი ადამიანის კომენტარზე, რომელმაც წინა ვიდეოზე დამიკომენტა და მითხრა რომ როგორ გინდაო რომ ხალხი გავიდეს იქო, სადაცო უფრო მეტი უკრაინის დროშაა და უფრო მეტი ევროკავშირის დროშა, ვიდრე საქართველოს დროშებიო და გადავწყვიტე რომ გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მე პირადად გეტყვით რომ აღვშფოთ თუ მართლა უსამშობლოები არიან ეს ადამიანები და საქართველოს დროშას აქციებზე არ მიიტანენ, მაშინ აუცილებლად შესაშფოთებელი და დასაძრახი საქმე არის და შესაბამისად გადავწყვიტე რომ მე აუცილებლად უნდა გამეგო ამ ყველაფერთან დაკავშირებით სიმართლე და ვიპოვე ფოტო, რომელიც დაიდო Facebook-ზე, ეს იყო 26 ოქტომბრის აქციიდან და ერთ-ერთი ფოტო ამოვარჩიე იქ, რომელზეც ყველაზე კარგად ჩანდა კარგი რაკურსი რომელიც იყო და მოდით ახლა ერთად დავთვალოთ რისი და რამდენი დროშა არის. აგერ არის ქალბატონი, რომელსაც მოხურული აქვს ევროკავშირის დროშა, მერე აქეთ ვხედავ 1 2 3 მარცხენა მხარეს 4 5, ანუ ჯამში არის 6 დროშა ევროკავშირის, იქ მე მგონი კიდე ჩანს ძალიან პატარაზე და რაღაცა კადრიდან გადის, მაგრამ მე მგონი ეგ არის 7 დროშა არის ევროკავშირის აი ამ ფოტოსურათზე. უკრაინის არის 1 და ამერიკისაც არის 1. ეხლა დავითვალოთ საქართველოს დროშები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 დროშა არის საქართველოსი, 7 ევროკავშირის, 1 უკრაინის და 1 ამერიკის. არ ვიცი, დავიბენი იქნება მითხრათ რომ ეს რას ნიშნავს ამ შემთხვევაში, მე ცოტა რაღაცა ნუმეროლოგიაში კარგად ვერ ვარ. შეიძლება რაღაცა სიმბოლიზმიც არის ამაში, ესე იგი 23 დროშა საქართველოსი, 7 ევროკავშირის, 1 უკრაინის, 1 ამერიკის შეერთებული შტატების. გთხოვთ თუ იცით რას ნიშნავს ეს და საკმარისი არის თუ არა ეს დროშა იმისთვის რომ აი ვისაც დროშების რაოდენობა გაწუხებდათ ისე უფრო მეტად მაშასადამე გულშემატკივრები გახდეთ ამ პროტესტისა და ამ ადამიანების მიერ გამოთქმული პრეტენზიებისა, ესეც შემატყობინეთ თუ შეიძლება. რა რაღაცა პროპორცია შეიძლება იყოს რა, რომ აი თქვათ ევროკავშირის ერთ დროშაზე მოდიოდეს 7 ქართული დროშა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში 49 ცალი უნდა იყოს, დავამბობთ 50 დროშა უნდა იყოს, მაშინ ამ ფოტოზე და აი ხალხის ამ ნაწილში, იცი რა არის, მე აქ ასე ვხედავ ორ სასულიერობის და მართალია ეხლა დროშები არ არიან ეგენი, მაგრამ რაღაცნაირად იქნება სულიერების ამბავში, რომ ცოტა ის გავაკეთოთ, რომ რაღაც მნიშვნელობა მიანიჭონ ამას, რომ ქართველობის ესენცია არის აქ დროშებთან ერთად, რომ აი ნახე ორი სასულიერო პირი და 23 დროშა. აქ ვხედავ კიდე მაგალითად ადამიანები, მოდი დავათვალიეროთ რომ რა ტიპები არიან. ძირითადად ყველასაც ვია შავი ქურთუკი, მე ასევე მითხრეს რომ იმავე ადამიანმა მითხრა რომ წითელთავიანი ბიჭები რო დგანან იქ და რაღაცნაირად განაზულები რომ ლაპარაკობენ, ეს არ მოწონს თურმე. მიუხედავად იმისა რომ ეხა მე იქ იმასაც უთხარი და თქვი რომ ნებისმიერ ადამიანს წითელთავიანსაც მათ შორის აქვს იმისი უფლება რომ გამოვიდეს და თავისი ნებისმიერი ტიპის ხმის ტემბრით გააპროტესტოს თავის ქვეყანაში არსებული უსამართლობა. მაგრამ მოდით მაინც აი იმ ადამიანის გულის ტკივილი რომ გავითვალისწინოთ რა. მე პირადად ვერ ვხედავ წითელთავიან ბიჭს აქ ვერავის, ძირითადად არიან ჭაღარა კაცები, მელოტები და წარმოსადეგი ქართველი მანდილოსნები თუ არ ჩავთვლით აი ამ ვიღაცა მწვანე ქურთუკიან ვიღაცა გოგოს, რომელმაც გაბედა და ფერადი ქურთუკი ჩაიცვა ამ აქციაზე. მე არ ვიცი ეს ჩვენ ეს ფერადი ბარემ რა ვიცი ვიდიქ. დაიყენე იდეა ყვითელ ქურთუკიანი, წითელ ქურთუკიანი, იასამნისფერ ქურთუკიანი და LGBT დროშა აგეწყოთ ბარემ ადამიანებისგან. რა არის ეს ვერ გავიგე. რა შეიძლება ეს? მე მგონი წავაგეთ, მეგობრებო, მე ძალიან მინდოდა დაგვეძრახა ეს აქცია, მაგრამ მგონი წავაგეთ რა, ძირითადად ჭაღარა კაცები, მელოტები, მანდილოსნები,
ქალბატონები, საქალბატონეები და ერთია ეს ტუტუცი მწვანე ქურთუკიანი გოგო, რომელსაც შავი პომადაც უცვია, მე მგონი და არ შეიძლება ესე. მე მგონი ამ გოგო, იცი რა არის, შეიძლება რაღაც მომენტში იქნება ეს გოგო ჯოკერი არის და მაგ პონტში გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ მე ამ გოგოს სანამ ეს გოგო იდგება რუსთაველზე, აი ამ თავისი მწვანე ქურთუკით. მე იქ ვერ გავალ, მაგრამ თუ დაამატებთ 53 დროშას აი მე რაღაცა შეიძლება გადაწონოს ეს გოგო და მისი სიტუტუცე თავისი მწვანე ქურთუკით. მე მგონია რომ მოვიგეთ ამ შემთხვევაში მეგობრებო და აკაცუკები დამარცხებულები არიან, იმიტომ რომ აი ეს მწვანე ქურთუკი და 7 დროშა ევროკავშირის არის საშინელება. საშინელება პირდაპირ, არ ვიცი მე.